მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პირისპირ. ჩვენ კვლავ მუშაობთ კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სამუშაოების ასე ვთქვათ რეჟიმში. ჩვენ განვიხილავთ დღეს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობას, თუ რა გააკეთა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თვითმმართველობამ 2015 წელს, როგორი იყო 2015 წელი, რა გამოწვევები რჩება 2016 წლისთვის. ასე რომ დღეს ჩვენი სტუმარია, გადაცემა პირისპირში ჩვენი სტუმარია დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ნიკოლოზ ჟანიაშვილი. მოგესალმებით ბატონი ნიკოლოზ. მადლობას გავაგიხდით მობრძანებისთვის და ტელემაყურებელს შევახსენებთ, თქვენ ტრადიციულად შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემის მეორე ნაწილში სარეკლამო ბლოკის შემდეგ ნომრები ტიტრებში იქნება მითითებული და დაგვისვათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი შეკითხვა. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენ ამაყურებელმა იცის რომ ეს ბოლო რამდენიმე გადაცემაა ჩვენ კახეთის მუნიციპალიტეტის თითოეულ გამგებელს ხვდებით, რომლებიც თავის მხრივ ტელევიზიით ანგარიშს მოსახლეობას. თუ რა სამუშაოები გაწიეს, რა საქმიანობა განახორციელეს. დედოფლის პირველი აქედან დავიწყოთ, რომ როგორი იყო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2015 წლისთვის. თუნდაც შეიძლება გავაკეთოთ წინა წლებთან შედარება, ის იყო მზარდი, როგორი იყო გეგმა, როგორი იყო შესრულება და ზოგადად რისგან შედგებოდა, ხო, რა შემოსულობებისგან იყო ეს შემდგარი. მოგახსენებთ, მოგესალმებით პირველ რიგში ბატონ ლევან, თქვენ ჩვენს მაყურებლებს, მე მინდა ჩვენ სოფლის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და მთლიანად კახეთს მივესალმო და აღნიშნავ, რომ პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი და მიხარია არაჩვეულებრივი გარემოა და მეძლევა საშუალება, რომ თქვენი ეთერიდან მიმართო არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან კახეთს. რაც შეეხება 2015 წელს და 2015 წლის ბიუჯეტს, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად წელი შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ და ბიუჯეტის მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით ოდნავ მზარდი იყო და აქ აღსანიშნავია ის მომენტი, რომ სოციალური პაკეტის კუთხით, საბავშვო ბაღების სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების კუთხით ეს ბიუჯეტი 2015 წლის ბიუჯეტი 2014-თან შედარებით არის მზარდი და მე მიხარია, რომ 2016 წლის გეგმა ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვექნება, ეს 2015 წელთან იქნება შედარებით მზარდი. მაგალითად ჩვენ ახლა შემოვიდეთ დავხედე მე რასაც გავეცანი თქვენ საქმიანობას, ეს იყო 7 მილიონ 100,000 ხო, 100,000 ლარი. ეს და გეგმა იყო, თქვა შესრულება იყო 6 მილიონ 800, თითქმის მოგახსენებთ დღეს მდგომარეობით დღეს იყო მზარდი რა ციფრით. კი ბატონო, მოგახსენებთ. დღეს მდგომარეობით, როგორც გითხარით, ჩვენი გეგმა 7 მილიონ 100,000-ია, 7 მილიონ 100,000. უხეშად რო თქვა და დღეს მდგომარეობით შესრულება გვაქვს 6 მილიონ 900,000-მდე, 96% შესრულებულია გეგმა და ჯერ კიდევ თვეზე ცოტა მეტი დრო არის დარჩენილი და აუცილებლად ეს გეგმა გადაჭარბებით შესრულდება. მზარდი იყო თუნდაც იმ კუთხით, რომ თუ ავიღებთ 2014 წელს, როდესაც წლის დასაწყისში სკოლამდელი აღზრდის, ანუ ბაღების დაფინანსება, სადაც ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა მიდიან და სწავლობენ ანაბანას, სწავლობენ უფროსებთან ურთიერთობას, სწავლობენ ყველა იმ საბაზისო თემას, რომელიც საჭიროა სკოლამდე მისასვლელად. თუ იყო წლის დასაწყისში მათი დაფინანსება წლიური 600,000 ლარამდე, წლის ბოლოსთვის გაიზარდა 810,000 ლარამდე, წელს უკვე 2015 წელს სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება გაზრდილია 1 მილიონ ლარამდე. ეს დაფინანსება მიდის სწორედ ჩვენი შვილების სწორად აღზრდაზე, სწორედ მათი კომფორტის შექმნაზე. ჩვენ შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ, მაგრამ გეტყვით, რომ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში გვაქვს 17 ბაგა-ბაღის შენობა და 17-ვე ბაგა-ბაღი დღეის მდგომარეობით უკვე სრულად რეაბილიტირებულია, ყველგან გაკეთებული არის რემონტი, შექმნილია საუკეთესო პირობები ჩვენი შვილებისთვის. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მათ კვებას, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გათბობას და იქ სადაც საშუალება არის და ფიზიკურად გაზი არსებობს, ბუნებრივი აირი, ცენტრალური გათბობა, გაზგამათბობლებით არიან უზრუნველყოფილნი და ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ თუ ავიღებთ ჩვენ შევადარებთ იმ პერიოდს, როდესაც ბაღი იყო ფასიანი,
გახდა შემდეგ პერიოდს, როდესაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაღი გახდა უფასო და მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ საქართველოში და არა მარტო კახეთში, საქართველოში პირველად სწორედ სკოლამდელი აღზრდა უფასო გახდა დედოფლის წყაროში და შემდეგ რამოდენიმე თვის შემდეგ მთელ საქართველოში. Აი იმ პერიოდში, როდესაც ფასიანი იყო, ჩვენს ბაღებში დადიოდა 330 მოსწავლე 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც განახლა სასწავლო პროცესი, დედოფლის წყაროს ბაღებში დაფიქსირდა 987 მოსწავლე. ეს ნიშნავს იმას, რომ სამჯერ გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა. მაგრამ მაგმოდით ასე ვთქვათ, 7 მილიონი გქონდათ გეგმა, 14 წლის გეგმა რა იყო მაშინ? 14 წლის გეგმა მე არ მინდა რომ შეცდომა შევიყვანო და ზუსტ ტიპს ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური იყო, ოდნავ ნაკლები, მაგრამ მე ვამობ მზარდ შიდა გადანაწილებას, როდესაც იზრდება თანხები სოციალურ პროექტებზე, როდესაც იზრდება თანხები სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებაზე და როდესაც სწორად ხდება პრიორიტეტების გადანაწილება. წინა წელს მაგალითად რაში თuliდით, რომ არ იყო სწორად გადანაწილებული პრიორიტეტი, თუ ავსები გამგებელი იყავით თქვენ? დიახ, წინა წელს ესე ვერ ვიტყვი, რომ სწორად არ იყო გადანაწილებული, უბრალოდ მაგალითად რომ ავიღოთ სოციალური პაკეტი, ჩვენ წელს 2015 წლის განმავლობაში სამჯერ შევიტანეთ ცვლილება სოციალურ პაკეტში გაუმჯობესების მხრივ. როდესაც მე მივეკუთვნები იმ გამგებელთა რიცხვს, რომელიც ღია და აქტიურ კომუნიკაციას აქცევენ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ძალიან ხშირი გასვლები მაქვს ხოლმე სოფლებში და თვითონ დედოფლის წყაროში და მე არ შემწყდება თუ ვიტყვი, რომ საზოგადოების მაჯისცემაზე ხელი მიდევს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. როდესაც გამოიკვეთა თუნდაც ის, რომ დედოფლის წყაროში იყვნენ ჰემოდიალიზით დაავადებული პაციენტები, რომელსაც სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა 100%-ით უზრუნველყოფს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სპეციფიკური დაავადება და ამ პაციენტებს კვირაში ერთხელ, ორჯერ, ზოგ სამჯერ გურჯაანში ან თბილისში უწევს ჩასვლა, დავაყენეთ დღის წესრიგში და გავაკეთეთ ის, რომ საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ასეთ პაციენტებისთვის გამოვყავით დაფინანსება ტრანსპორტირების ნაწილში. როდესაც ჯანმრთელობაზე საუბრობდა საუბარია პატარა ბავშვზე, გავაკეთეთ ის, რომ იყო რამოდენიმე მომართვიანობის შემთხვევები და თუ ძველი პაკეტი ითვალისწინებდა სოციალური ფულებით შეზღუდვას, ითვალისწინებდა სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში სხვა შეზღუდვების ჩადებას, 0-დან 6 წლამდე ბავშვებს ის საერთოდ ყველანაირი შეზღუდვა მოხსენებდა. ამ ყველაფრით დაახლოებით რა პროცენტით მოხდა გაზდა? ეს ხო ციფრებზე აისახა? ეს რა თქმა უნდა ციფრებზეც აისახა და ეს აისახა კიდევ თვითონ პროგრამის შიგნით მუხლებს შორის გადანაწილებით. 690.000 გახდა სოციალური პაკეტი 2015 წლის ბიუჯეტში, დაახლოებით 600.000 იყო 2014 წლის ბიუჯეტში, მაგრამ დაკვირვება მისაც აჩვენა, რომ თუ ხდებოდა რომელიღაც მუხლში სოციალურ პაკეტში აუთვისებელი თანხა რჩებოდა და წლის ბოლოს ეს გამოდიოდა ნაშთად და მეორეს მხრივ რაღაც შეზღუდების გამო მეორე მუხლში თანხები ბოლომდე იხარჯებოდა და მოსახლეობის ნაწილი რჩებოდა, რომელსაც უარს ვეუბნებოდით, გადავანაწილეთ ისე, რომ უკმაყოფილო ადამიანი არ იყოს და თანხები წარიმართოს სწორედ იმ სეგმენტში და დავეხმაროთ სწორედ იმას, ვისაც მართლა ძალიან უჭირს და მართლა ძალიან სჭირდება. გასაგებია, მოდი ჩვენ ბიუჯეტს დავუბრუნდეთ, ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შევეხებით. თქვი 7 მილიონი, რომელიც იყო გეგმა და თითქმის თქვენ ამ გადაჭარბებით შესრულდება. ავიღოთ საორიენტაციოდ 7 მილიონი და ძალიან საინტერესოა. აქედან რა იყო ადგილობრივი შემოსავლები? მაგალითად, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საკუთარი შემოსავლები. 7 მილიონი იყოფა სამ ნაწილად, ასე ვთქვათ. 7 მილიონიდან ეს რო ვთქვათ, უბრალოდ უხეშად მსხვილი ციფრები. 7 მილიონიდან 2 მილიონი მოდის რეგიონალური ფონდის პროექტებიდან განსახორციელებელი პროექტებზე. ანუ ჩვენი ბიუჯეტი გარდა რეგფონდის პროექტებისა გამოკლებით იყო 5.200.000. 5.200.000-დან 1.800.000 მოდიოდა გამოთანაბრებითი ტრანსფერზე, დანარჩენი 3.400.000 ეს არის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავლები, ჩვენი შემოსავლები, რომელთაც ჩვენ მთავრობას ხელებში არ შევყურებთ და არ ველოდებით სხვიდან დახმარებას. კახეთში სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს დედოფლის წყაროს. ტრადიციულად მე როგორც მახსოვს და მიმყავდა ეს გადაცემა, მქონდა კიდეც. იმიტომ რომ
ლაგოდეხთან, ყვავილთან, გურჯაანთან შედარებით ეს ციფრი ზოგადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამჯერ ოთხჯერ მაღალი ადგილობრივი შემოსულობების ციფრი. მე მიხარია თუ მოგახსენებთ ამ ხრივ დედოფლისწყარო გამორჩეულია და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი შემოსავლები, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ჩვენ როდესაც საუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, როდესაც მუნიციპალიტეტს აქვს თავის შემოსავლები და შეუძლია თავი უზრუნველყოს და განახორციელოს მის მიერ დაგეგმილი პროგრამები, იზრუნოს თავის მოსახლეობაზე საკუთარი შემოსავლებით, ეს არის რეალური თვითმმართველობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ 3.400.000-დან რომელიც არის ჩვენი ადგილობრივი შემოსავლები, რეალური შემოსულობები დაახლოებით 2 მილიონი ეს არის ხოლმე მიწის გადასახადი, მოგეხსენება დედოფლისწყარო საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია და მე მოახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დედოფლისწყარო თავის ტერიტორიით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე ოდნავ დიდიც არის, შესაბამისად ბევრი სახნავ-სათესი მიწებია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, აქედან შემოსავალი. დედოფლისწყაროს აქვს შემოსავლები საკმაოდ სოლიდური დაახლოებით 1 მილიონი ლარამდე წიაღისეულის მოპოვების მოსაკრებელი და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ წიაღისეულიდან შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 9 მილიონის ფარგლებში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა თითქმის 1 მილიონამდე. რა პრობლემა იყო? როგორ გაზარდეთ თქვენ და რატომ? ჩვენ კონკრეტულად დედოფლისწყაროში, იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც არ შემწყება თუ ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლების პირობებში იყო ღვთისგან მივიწყებული და თითქმის არაფერი არ გაკეთებულა. გავშალეთ მასშტაბური სამუშაოები და შევეხეთ თითქმის ყველა სფეროს. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 58 კილომეტრი საერთო სიგრძის გზები დაიგო დედოფლისწყაროში, როგორც შიდა საქალაქო მნიშვნელობის სასოფლო ასევე მაგისტრალები. პრემიერ-მინისტრის განმავლობის და ასე შემდეგ. ძალიან კარგი და თითოეულ დედოფლისწყაროს ძალიან ეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი არის დედოფლისწყაროდან და გუბერნატორი არის დედოფლისწყაროდან, მაგრამ ჩემი აზრით ამას განაპირობებს ორი ფაქტორი. ერთი სწორი მუშაობა და მეორე ის, რომ ელემენტარულად ჩვენი ხელისუფლების მოშლის პირობებში დედოფლისწყაროს ერთ-ერთ უდიდეს მუნიციპალიტეტს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მყოფ სანაპირო ზოლს ფაქტიურად მესაზღვრეები ვარ ჩვენ საქართველოსი არ გააჩნდა გზა თბილისთან დამაკავშირებელი აღარ არსებობდა ჩალავანი დედოფლისწყაროს დამაკავშირებელი გზა და შემოვლითი გზებით სოფელი მაჩხანი, სოფელი ნუკრიანი სიღნაღის მუნიციპალიტეტზე გავლით ვიწევდა წასვლა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო დამერწმულება ყველა დედოფლისწყაროელი, ყველა ქედების ზონის მაცხოვრებელი ადამიანი, რომელიც არასდროს მაჩხანგზით არ დადიოდა თბილისში 2011-12 წელს იძულებული იყო შემოვლითი გზებით გზა დაეგრძელებინა სოფლებზეულო იმის გამო რომ ფაქტიურად გზა გაუვალი იყო და როდესაც ესეთი მდგომარეობაა რა თქმა უნდა მთავრობიდანაც ყურადღება არის იმიტომ რომ აღმოსაფრთხოებია აღნიშნული პრობლემები და მეორე რაც აღნიშნე ეს არის სწორი მუშაობა რატომ სწორი მუშაობა იმიტომ რომ შარშან წლის ბოლოს როდესაც შეხვედრა ჰქონდა დედოფლისწყაროს კი არა და უკაცრავად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ბატონ პრემიერთან დედოფლისწყარო იყო ერთ-ერთი ის მუნიციპალიტეტი რომელმაც მადლობა დაიმსახურა იმის გამო რომ სრულად მოხდა თავრობისა თუ ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყოფილი თანხების ინფრასტრუქტურულ პროექტებში ათვისება და ჩვენ არ ქონია ჩამორჩენა, ჩვენ არ ქონია ის მომენტი, რომ თანხა გამოიყო და დროულად ვერ დამთავრდა რაღაც. რაც შეეხება მოსაკრებლებს წიაღისეულიდან, რაზეც საუბრობთ. ამ მასშტაბურმა სამუშაოებმა, ამ მასშტაბურმა მშენებლობებმა განაპირობა ის, რომ წიაღისეულზე მოთხოვნა გაიზარდა და მეტი მოიპოვებოდა, შესაბამისად მეტი შემოვიდოდა და ამანაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივი შემოსავლები. წინა წელთან შედარებით, აი მე მეყავს სტატისტიკა შედარებით პარამეტრები. ადგილობრივი შემოსავლები, რაზეც ვსაუბრობთ, ეხლა 3 მილიონი. ეს დაახლოებით რა პროცენტით არის გაზრდილი? არის თუ არა გაზრდილი? 2014-თან შედარებით თუ ავიღებთ 2014 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ დასრულებულა წელი და მიწის გადასახადის შემოსვლა ისე მიმდინარეობს, აგრეთვე იმის იქიდან გამომდინარე, რომ ამინდები კარგია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს წიაღისეულის შემოსვლაც. დღეს ძალიან ძნელია ვთქვათ ფაქტიური რეალური შესრულების დონეზე რომელმა აღგზობა მაგრამ გვაქვს მცირედი ზრდა არანაირად შემცირება არ გვაქვს უფრო მართებული იქნება ჩემის აზრით თუ შევაბარებთ მაგალითად 2012 და 2013 წელს ან 2012 და 2014 წელს იმიტომ რომ 13 წლიდანვე როდესაც ჩემი წინამორბედი დღევანდელი კახეთის გუბერნატორი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა სამუშაოების ხრივ გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა
კონსოლიდირების ხრივ ადგილობრივი შემოსავლების და აი 13-დანვე უკვე საკმაოდ გაიზარდა და შემდეგ ინარჩუნეთ და მცირედი დოზი იზრდება. ეს 12 მილიონი, რაზეც გადავიდეთ ინფრასტრუქტურაზე, ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე 12 მილიონი 450 მილიონი ნახევარი ლარი. ბიუჯეტი გვაქვს სულ 7 მილიონი, რაზეც ვსაუბრობდით, თუმცა აქ შედის გასაგებია სხვათა ხელი. ძირითადად რისგან შედგება ეს 12 მილიონი და რა გაკეთდა? აი რა იყო მთავარი პრიორიტეტები? მთავარი პრიორიტეტი გზადაწყალი და არა მხოლოდ გზადაწყალი, ამხელა მუნიციპალიტეტი, რომელიც ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და ელემენტარულად დედოფლის წყაროდან მუნიციპალიტეტის ცენტრიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ერთ დღეს რომ წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ბოლო სოფელი საბათლო და დასავლეთ მიმართულებით იმავე დღეს რომ წამოვიდეთ სოფელი მანჩხანი, ჯამში გამოგდის 212 კილომეტრი გავლილი მუნიციპალიტეტის შიგნით. აქ აღნიშნულ 12 მილიონზე, რომელიც მე მოგახსენეთ, დაიხარჯა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამედ ცენტრალური ხელისუფლებიდან და ამხელა მუნიციპალიტეტში ბატონო ლევან აღარ არსებობდა საავადმყოფო. წინა ხელისუფლების პირობებში ებრაულ კომპანიას გადაეცა კაბალური პირობებით და დედოფლის წყაროს საავადმყოფო, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სამედიცინო პერსონალით, ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მაღალი ხარისხით და ჩვენ მეზობელი მუნიციპალიტეტიდან სიღნაღიდანაც საკმაოდ ბევრი მომართვიანობა იყო მშობიარობის დარგში თუ სხვადასხვა ოპერაციების დარგში, დარჩა შენობების გარეშე, დარჩა ექიმების გარეშე და დავრჩით იმის წინაპარას, რომ აღმოსავლეთის სოფლებიდან, რომელსაც 50 და 70 კილომეტრი აშორებს რაიონულ ცენტრს, დედოფლის წყაროს, ადამიანი მოდიოდა, ვერ იღებდა სამედიცინო სერვისს და უწევდა გამგრძელება. წნორის, გურჯაანის, თბილისის მიმართულებით ეს იმ პერიოდში, როდესაც თითოეულ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ერთ-ერთი ჩვენი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება ეს იყო ახალი საავადმყოფოს აშენება. დედოფლის წყაროში. რა დაიხარჯა და ახალი საავადმყოფოს აშენება დაიწყო 2014 წლის 30 დეკემბერს მოეწერა ხელი, იანვარში რეალური სამუშაოები დაიწყო 2015 წლის. ამ წლის ბოლოს მშენებლობა მთავრდება, 3.700.000 იხარჯება საავადმყოფოზე და ამით ჩვენ ვასრულებთ ერთ-ერთ უმთავრეს წინასაარჩევნო დაპირებას და ამით ჩვენ ვასრულებთ დედოფლის წყაროელების დიდი ხნის ოცნებას, რომ ჰქონდეს ნორმალური სამედიცინო სერვისის მიღების საშუალებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო პროექტი, რომელიც მე მიმაჩნია, არის ის, რომ სოფელ ფიროსმანში, ალაზნის პირას, სადაც არიან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი მოსახლეობა, ჩვენი აჭარელი ეკომიგრანტები, დაიწყო სარწყავი სისტემის ახლიდან მშენებლობა, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მელიორაციის დეპარტამენტი 5.200.000 ლარს ხარჯავს. რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ჩვენს მოსახლეობას ვაუწყდათ? ეს არის საზღვრისპირა სოფელი, რომლებიც ფაქტიურად ჩვენი მოციქოვნეები არიან და რომელთა მთავარი შემოსავლის წყარო ეს არის ვენახი და მიღებული შემოსავალი. და კომუნისტების დროს აშენებული სარწყავი სისტემა, რომელიც მუშაობდა მეგობრებო 2008 წლამდე, 2009 წელს დაიჭრა და ჯარში ჩაბარდა. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. ალაზნის პირას, სადაც ზაფხულობით 41-42 ხან 43 გრადუსზე ცადის ხოლმე ტემპერატურა. ხელისუფლება ხო დაჭრიდა წინა ხელისუფლების იყო ქურდობა რა ტიპი? არ იყო ეს ქურდობა, ეს იყო ორგანიზებული ვიღაც კომპანიის მიერ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან კავშირით, არა ბატონებო, რომელმაც დღისით მზისით ყოველგვარი ქურდობის გარეშე ამოიღო მთელი ეს სისტემა, ტრაილერებით ამოატარა მთელი მუნიციპალიტეტის მანძილზე, 2 დღე გაჩერებული ხავდათ სოფლის მოსახლეობას არატანდნენ და მუქარის შედეგად გაატანეს ეს და 2008 წლამდე წარმოიდგინეთ 90-იანი წლების უბედურებას რო გაუძლო და აი ყველაფერს რო გაუძლო, მუშა მდგომარეობაში იყო და ამ ხალხს სწავდნენ ვენახებს და მოყავდათ მოსავალი. 2008 წლის შემდეგ აღარ ქონათ და შარშან და შარშან წინ უკაცრავად 2014 და 2015 წელს რთვლებზე მაქვს საუბარი 340 ჰექტარი ვენახი, რაც გააჩნია ამ სოფელს. 2014-ში დაიკრიფა 80 ტონა და 2015-ში დაიკრიფა 85 ტონა ყურძენი 340 ჰექტარ ვენახს. ამის შეუხედვარე ხალხი იცლებოდა და მიდიოდნენ აჭარაში, ბათუმში, თურქეთში მიდიოდნენ სამუშაოდ და როგორც კი პირველი
ხათულად რო ვთქვათ, ბარი დაერტყა, რომ გაკეთებული იყო სარწყავის სისტემა. როგორც კი მილსადენის გაყვალა დაიწყო, როგორც კი დაიწყო მშენებლობა ალაზნის პირას სატუმბის სადგურისა, სოფელ ფიროსმანში წელს მოსახლეობა პირიქით დაბრუნდა იქიდან და შეგვექმნა ის პრობლემა, რომ ბაღში უკვე რეალურად თუ არ გავადიდეთ საბავშვო ბაღი ადგილების პრობლემა არის ბავშვობის. მაგრამ ნიკოლოზ, ერთი საკითხი, დედოფლის წყაროს მუდმივად ქონდა ეს პრობლემა, როდესაც ალაზანს ასე ვთქვათ, ნაპირ სამაგრის სამუშაოების პრობლემა, როდესაც ალაზანი ფაქტიურად ართმევდა მიწას და ანუ ეს პრობლემაც დადგა. ამ მიმართულებით რა გატარდა? ამ მიმართულებით რა გატარდა და მე ამაყი ვარ, რომ ვარ ზუსტად ქართული ოცნების წარმომადგენელი და ჩვენმა ხელისუფლებამ ბატონი შიოლაშვილი იყო გამგებელი 2013 წელს დაიწყო 2014-ში გაგრძელდა და ეხლა სხვათა შორის დღეს ჩაგზანდეთ მიმდინარეობს ნაპირ-სამაგრის სამუშაოები 2013-ში დაიხარჯა 1 მილიონი ლარი და კაკლისყური არის ესეთი ადგილი საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარზე ულამაზესი ტერიტორია 202 ჰექტარი ალაზანი გვართმევდა და შუქნიდა აზერბაიჯანს იმიტომ რომ ჩვენმა მაყურებელმა რომ წარმოიდგინოს დინარე იცვლის მიმართულებას და ყურე იყო ის როდესაც ქართული ის მოძრაობას იმეორებდა და ნელ-ნელა უთხრიდა ძირს და დარჩენილი იყო 14 მეტრი, აი 14 მეტრსაც გამოიღებდა და 202 ჰექტარი ულამაზესი ადგილი რჩებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 2013-ში მილიონი დაიხარჯა და კაკლისყურის გამაგრება მოხდა. 2014-ში 350.000 დაიხარჯა და გაგრძელდა სამუშაოები. წელსაც მიმდინარეობს სამუშაოები, სხვათა შორის ამ 12 მილიონ 400.000-ში ეს სამუშაოები არ შედის. წინა კვირას, როდესაც მე სოფელ ზემოქედში ვიმყოფებოდი და ქვემოქედში, სადაც წყლის რეაბილიტაციას ვაკეთებთ, 10 ტრაილერი შემხვდა გზაზე, რომელსაც უზარმაზარი ქვები მიჰქონდა სწორედ ნაპირ-სამაგრის სამუშაოების ჩასატარებლად. მე ბოდიშს მოგიხდით წელს, არა მაქვს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულად რა თანხაა იხარჯება, მაგრამ რატო ვამობრო ეს მნიშვნელოვანია, რატო მეამაყება რომ ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ამ საკითხს შეიძლება ჩვენმა მოსახლეობამ ვერავინ ვერ გაიგოს, იმიტომ რომ ამით არ ხდება მესერების და ფასადების შეღებვა და ამით არ ხდება რაღაცა ისეთი გამოსაჩენ ადგილას რაღაცა აბსტრაქციული შენობის აგება და ეს არ არის ასე ვთქვათ ჭყალებში საპიარო თემა. ეს არის თემა, როდესაც ჩვენ ვამაგრებთ საქართველოს საზღვარს, ჩვენ ვიცავთ თითოეულ ქართულ გოჯ მიწას იმისაგან რომ ალაზანმა რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის სერიოზული კიდევ მნიშვნელოვანი მოგახსენებთ მოგეხსენებათ რომ შეუძლებელია რომ ერთხელ სამუშაო ჩაატარო და ამით თქვათ რომ ყველაფერი გაკეთდა იმიტომ რომ დინარე რომელიც ყოველ წუთას ძალიან დიდი ოდენობის წყალს მიატარებს და დამოკიდებულია თუ რა ამინდებია როგორი გამოვლენა აქვს, ხან ადიდებულია, ხან დამშრალია და ძალიან დადაბლებულია, მდინარე ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, რაღაცას აბუჭებს. ეხლა წლების მანძილზე, როდესაც მან არაფერი არ გაკეთებულა და ეხლა დავიწყეთ, პირველ რიგში ხდება იმ ყველაზე მტკივნეული ადგილების პრევენცია და გამაგრება, ნაპირ-სამაგრის სამუშაოების ჩატარება, რომლებიც საფრთხეს უქმნის იმას, რომ მიწები არ დავკარგოთ თორე მე თუ მკითხავს ადამიანი შეიძლება მთელ სიგრძეზე იყოს საჭირო აღნიშნული ნაპირ-სამაგრის სამუშაოების გაკეთება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 13-ში, 14-ში და 15-ში უწყვეტად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. ერთი დეტალი, რასაც მე გავეცანი თქვენ ანგარიში, აი ამ ზოგადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ამ 12 მილიონში რაც დაიხარჯა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებიდანო, აგერ თქვენ გიწერიათ, იხარჯებოდა 750.000 ინფრასტრუქტურაზე. ძირითადად რა ტიპის სამუშაოებს ხმარდებოდა ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეს 750.000? კი ბატონო. ჩვენ მიგაჩნია პირადი ფული ასე ვთქვათ. კი ბატონო. ჩვენ მიგაჩნია რომ თავარი არის საქმის გაკეთება. ნიშნულობა არ აქვს ფული საიდან არის წამოსული, ეს იქნება რეგფონდი, ეს იქნება რომელიმე სამინისტროს მაინც ფონდი მობიარია როცა საკუთარი შემოსულობები ჩვენი ადგილობრივი. შესაბამისად, როდესაც მუნიციპალიტეტს უდგა სხვადასხვა ტიპის პრობლემები, როდესაც რა თქმა უნდა პირველი ტიპის პრობლემა ეს არის სასმელი წყლის უზრუნველყოფა მოსახლეობის, რა თქმა უნდა ეს არის გზების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების თუ პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა ეს არის, როდესაც საბავშვო ბაღი გაქვს მოსაწესრიგებელი პირველ რიგში ზრუნვა იმაზე. როდესაც ჩვენ პრობლემებს თავისი სირთულის და თავისი მნიშვნელობის მიხედვით ვალაგებთ
და შემდეგ ვიცით რომ მაგალითად რეგ ფონდიდან წამოვა ეს თანხა, ვიცით რომ ჩვენი აქტიური მუშაობიდან მთავრობის ხარდაჭერით რომელიღაც სამინისტრო, აი ამ შემთხვევაში სოფლის სამინისტრო ახორციელებს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი იქ აღარ დახარჯავს თავის ფულს. მაგალითად ჩვენი 700.000 ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ვისაუბრებთ 2015 წელზე მოხმარდა იმას რომ გაკეთდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, მოხმარდა იმას რომ მოხდა ორი ბაღის რეაბილიტაცია. ყველაზე მთავარი მოხმარდა იმას რომ დედოფლისწყარო რომელიც ჩემის აზრით ძალიან ლამაზი პატარა კოხტა ქალაქია და აქვს პრეტენზია იმისა რომ ყოველწლიურად გაიზარდოს, გალამაზდეს და შექმნას ყველა პირობა იმისთვის რაც შეეხება საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხის კახეთის ერთი კოხტა ქალაქი იყოს და ქალაქელებაზე გააქვს პრეტენზია, არ შეიძლება რომ ქალაქს არ ქონდეს ბიბლიოთეკა. და დედოფლისწყაროს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც 2010 თუ 11 წელს აღარ მახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში მიზერულ ფასად მიეყიდა საქართველოს ბანკს და 22.000 წიგნი გამოყარეს ბიბლიოთეკიდან და ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ახალგაზრდა თაობას და არა მარტო ახალგაზრდა თაობას, საკმაოდ ბევრი ასაკოვანი მკითხველები ყავს სხვადასხვა სოფლის ბიბლიოთეკებში. გზა დაუკეტეს წიგნებისკენ, მაგრამ გზა გაუხსნეს საკრედიტო ბარათისკენ, გზა გაუხსნეს განვადებებისკენ, გზა გაუხსნეს ბანკის საჭიროება ხოლმე ესე ვთქვათ. ბანკი აუცილებლად საჭიროა, მაგრამ ბიბლიოთეკის ხარჯზე არა. ახლა გაკეთდა ბიბლიოთეკა. წელს ადგილობრივი ბიუჯეტით გავაკეთეთ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა და რომლის გახსნაც ახალწლამდე იქნება რემონტი დასრულებულია. ეხლა ავეჯი შემოიტანეს და მართალია 20 დეკემბრამდე აქვს ვადა კონტრაქტორებს რომ გააკეთო, მაგრამ ყველაფერი მასალა მოტანილი აქვს და დღესაც ვესაუბრე და მითხრეს რომ დაახლოებით 10-11 დღეში ყველაფერი მზად იქნება, ავეჯსაც შევიტანთ და ამ წიგნებს გავანთავისუფლებთ და დედოფლისწყაროელებს ექნებათ ძალიან კარგი ადგილი, ბიბლიოთეკისია რომ მივიდნენ წიგნებთან ურთიერთობა განაგრძონ და არაერთი წიგნი. ადამიანებს თქვენ ნეჯერ მიახსენეთ აი წინა ხელისუფლების პირობებში და აი ძალიან საინტერესოა თქვენი ხედვა, მოდით რაყურებელს თქვენ ვისაუბროთ. აი თუნდაც თქვენი ხელისუფლების პირობებში, მუნიციპალიტეტის დონეზე, თვითმმართველობის დონეზე, თვისობრივად რა შეიცვალა? მოდით თქვათ ასე რომ თქვენ ამბობთ რომ აი ამით უფრო მეტი დაიხარჯა, თქვათ გზა უფრო მეტი შეიძლება დავაგებთ, რაღაც უფრო მეტად გავ. თვისობრივად რა იცვლება? IP-ები როგორც იყო, ანუ თქვენი ოპონენტები რასაუბრობენ პირიქით ახლა თვითონ მოდელი როგორც იყო ხა არანატო თქვენ ქვეყანაში იგივეა თავისი IP-ებით და ჩვენ ვიცით ხო თქვენ როდესაც იყავით ოპოზიციაში, მაშინ საყოველთაოდ ხელისუფლებას რომ ეს IP-ები მოგონილი იყო იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაბოლილი საშტატო ერთეულები შეინახა ბიუჯეტს. ხო, იმიტომ პარტიული ერთეულები ვერ ინახავდნენ. დღეს ეხლა ის თქვენ ფონდებისაც თქვენ ამას საყოველთაოდ იგივე ამას რომ ჩვენ მქონდა გაფრთხილი IP-ები, რომელთაც დიახ ვინახავდით საშტატო ერთეულებს, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ თითქმის ყველა გამგეობა გაზარდა ეს საშტატო ერთეულები და ისინი უფრო მეტს ინახავენ, ვიდრე ჩვენ ვინახავთ. აი თვისობრივად სადაა ცვლილება და იგივე IP-ების მიმართებაში, ამით კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით, თუნდაც აი რა თანხები დაიხარჯა მათზე და რეალურად ამან ადეკვატურია შედეგი. მოგახსენეთ ბატონო ჩემო. როდესაც წინა ხელისუფლებას და ახალ ხელისუფლებას თვითმმართველობის დონეზე ხო? თვითმმართველობის დონეზე და მოდით ესე ვთქვათ, რისთვის არის ადგილობრივი ხელისუფლება? ადგილობრივი ხელისუფლება არის იმისთვის, რომ მოისმინოს ხალხის მდგომარეობა, გასაჭირი, თუ რა სჭირდება მას და უფრო გადაწყვიტოს და დროულად უზრუნველყოფს ამ თუ პრობლემის გადაჭრა, ხო, ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ რაც შორს არის კომუნიკაციის ალბათ პრობლემებია და პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს არის გამართლება. აი კარგი ხელისუფლება მიხვდეს რა პრობლემა შეიძლება გაჩნდეს. 16 მილიონი არ დახარჯული 9 წლის ნაციონალური მოძრაობის მანძილზე დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურის შექმნას. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მხოლოდ 2013 წელს 40 მილიონი არის დახარჯული დედოფლისწყაროს ინფრასტრუქტურაში, ადგილობრივი ცენტრალურის და ასე შემდეგ. დაახლოებით ყველა პროექტი რომ შევკრიბოთ, ყველა პროექტი 2014-ში 15 მილიონზე მეტი არის დახარჯული და გაკეთებულია და სიკეთე მიტანილი არის ხალხამდე. სიკეთე მიტანილია ხალხამდე. მართულ შემოძებით მოგახსენებთ. ჩვენს მოსახლეობას, აი თქვენ ნახეთ ჩემი წლიური ანგარიში მოსახლეობის იმაში. არ მქონდა გადატვირთული იმით, შემოვიდა 58 წერილი, ეს დაუყარდი პარამეტრს და ასე. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს ერთი რაღაც. არ მქონდა წყალი? დღეს აქვს. არ მქონდა გზა? დღეს აქვს. არ მქონდა საბავშვო ბაღი ნორმალური? დღეს აქვს. არ მქონდა გაზი?
რაღაც ნაწილში დღეს აქვს, რაღაც ნაწილში ხვალ იქნება. არ ქონდა იმედი, დღეს გაუჩნდა იმედი. IPF-ს რაც შეეხებათ. აი პირადად მე მოგახსენებთ. მოქალაქეებისთვის ჩვენ ვაყურებთ კითხვა კიდევ განმარტოთ, როდესაც თვითმმართველობას აქვს შექმნილი ცალკე იურიდიული პირები, კულტურის, სპორტის და ასე შემდეგ, რომლის მოვალეობაა შეასრულოს კონკრეტული ღონისძიებები, რასაც შეასრულოს ბიუჯეტი. აქ იყო ერთი ტიპის პრობლემა, რომ არ ხდებოდა ნორმალური ანგარიშგება, ხო? ეხლა მე რომ მივიღე რაღაც პირობითად 100,000, ამ 100,000-ის ადეკვატური სამუშაო შევასრულე თუ ვერ შევასრულე და ეს იყო უფრო ფორმალური ხასიათის ანგარიში. მეორე იყო ის, რომ როდესაც თქვენ საყურებლობთ, ეს IPF იქნებოდა იმიტომ, რომ დაესაქმებინათ საკუთარი ხალხი, პარტიული აქტივით უნდაც. ეხლა ანუ წინა ხელისუფლება, რომლებიც არიან ოპოზიციაში, საყურებენ, რომ თქვენ უფრო მეტი დაასაქმეთ, ასე ვთქვათ, საკუთარი აქტივით და საკუთარი ხალხი. ანუ გაიზარდა მათი რაოდენობა. მეორე საკითხია ამ IPF-ში ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თქვენ დონეზე სისტემას თვითმმართველობის კანონის დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო, აი ამ ხელისუფლების დროს ეს ატომაც ვერ მოხდა, თუმცა ნება ამ შემთხვევაში თქვენზეც არის, ხო? შესაძლებელია რაღაც ტიპის რაც IPF-ს დაქვემდებარებაში გავიდეს სატენდეროდ. პირობითად, ხო ლოკალური პატარა კონკურენცია მოხდეს. როგორია თქვენი მიღება? ჩვენთან დედოფლის წყაროში კონკრეტულად იმს, რასაც ქვია მომსახურების შეძენას, ამას არ ახორციელებენ IPF-ი და ტენდერზე გადის მომსახურება გადის ტენდერზე. რაც შეეხება IPF-ს, მაგალითად დედოფლის წყაროს ჰქონდა სპორტისა და კულტურის IP ერთად. შარშან ჩემი გამგებლობის პერიოდში მოხდა სპორტისა და კულტურის IP-ს გაყოფა, ჩამოყალიბდა 2 IP, მაგრამ 2014 წელს ამან მოგვიტანა ძალიან ხარჯი შედეგები. ხარჯი გაიზარდა უმნიშვნელოდ, მაგრამ მოგვიტანა პოზიტიური შედეგები. რატომ მოგვიტანა პოზიტიური შედეგები? იმიტომ რომ სპორტში გაჩნდა მიღწევები, 3 მსოფლიო ჩემპიონი ყავს, უფრო მეტი წრე გაიხსნა, უფრო მეტი ბავშვი და მუნიციპალიტეტი რასაც ახორციელებს, ყველაფერს ხაზგასმით ახორციელებს. კი ბატონო, ახორციელებს უფასოდ და ჩვენი ბავშვები თუ მოზარდები, რომლებიც ამა თუ იმ სპორტულ თუ ხელოვნების წრეზე დადიან, ამაში ფულს არ იხდიან. გაიხსნა სხვადასხვა ანსამბლები და ახალგაზრდები მოწყდნენ ქუჩას, მოსწყდნენ სიგარეტს, მოსწყდნენ უარყოფით გავლენას და ჩართული არიან სპორტულ რა თქვა და მოსწყენ. ანუ რაღაცა გავაგებესა პირობით. ეხლა მოგახსენებთ რა, როდესაც დადიოდა ბავშვი სხვადასხვა სპორტულ წრეებზე და როდესაც იქ გავაუმჯობესებთ მდგომარეობა, როდესაც რამდენით არის გაზრდილი? იქ გამოვყანეთ 100 ჩვენი ბავშვების რაოდენობა რომ დავთვალოთ 250-მდე ბავშვების სხვა წრეებზე. კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდა, სხვა ღონისძიებები ტარდება დედოფლის წყაროში, ყურადღება ექცევა ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებს, იმ ამაგდარ პედაგოგებს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვით დედოფლის წყაროს სხვა მრავალი თაობის აღზრდაში, დაფასებაში, ყურადღება ექცევა სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩამოყალიბდა 2 ახალი ანსამბლი, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ჩამოყალიბდა ახალგაზრდების და არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ჩვენი ბავშვები გალობის საქართველოს ფესტივალზე დაჯილდოვდნენ და ანგარიშგებები გახდნენ. დადებითი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ცალკე აუდიტის სამსახური და აუდიტის სამსახური წელიწადში 6 გეგმა აქვს გაწერილი და IPF-ს ამოწმებს და შეპესეებსაც ამოწმებს და გვაქვს ეს ინფორმაცია, პლუს ამას მოწვეული აუდიტების მიერ, გარე აუდიტების მიერ მათი დეტალური საქმიანობის ანგარიში წარმოდგენა ფინანსურ ნაწილში, ფინანსურ ნაწილშია და რაც შეეხება სინაასობრივ ნაწილს, მე თავგადასავალი ადეკვატური იყო თანხა, ასე ვთქვა. აი, ღონისძიება არ არსებობს, რომელშიც ჩართული არ ვიყოთ. რაღაცა ინოვაცია არ არსებობს, რომელშიც ჩართული არ ვიყოთ და რაღაცა ერთობლივად, რაღაცა ახალი იდეა ერთად არ დაგვებადოს, რაღაცას ერთად არ გამახორციელოთ და მე მიხარია ის, რომ სოფლებშიც გამოცოცხლდა ეს ამბავი და იქაც გავდივარ და იქაც რაღაცას ახორციელებთ. მოდი ჩვენ სარეკლამო პაუზის დრო გვაქვს. ხო, როდესაც კეთდება ბევრი საქმე, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე კეთდებოდა, მე უადგილოთ მიმაჩნია საუბარი იმაზე, რომ შეიძლება 1 ათეულთან 2 ათეულით IPF-ში გაიზარდა ადამიანთა რაოდენობა, იმიტომ რომ ბევრ გაკეთებულ საქმეს სჭირდება ელემენტარულად საქმეს სჭირდება შემსრულებელი, საქმეს სჭირდება მუშახელი, ხო?
ღმერთმა მოგცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი შემოსავლები გავზარდოთ ორმაგად, ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავზარდოთ ორმაგად და უფრო მეტი ადამიანი აიპების მიმართულებით წინაწელს. აიპების მიმართულებით ერთი კონკრეტული მაგალითი. აი კონკრეტული ყველამდე აღზრდა არის აიპი. როდესაც დედოფლისწყაროს ბაღებში მომგახსენეთ 2012 წელს 330 ბავშვის სტატისტიკა ხო არსებობს დაფიქსირებული. ეხლა არის 980. ჩვენ გვაქვს ესე გადაწყვეტილი. არის 25 ბავშვი, იქნება ახალი ჯგუფი. იქნება ახალი ჯგუფი, იმას ყავს ახალი ამგზდელის თანაშემწე დამლაგებელი. ანუ ერთი ჯგუფი 25 ბავშვი ქმნის 300 დამატებით სამუშაო ადგილს. მე ვიქნებ ბედნიერი თუ ჩვენ ბაღებში 980 კი არა 1500 ბავშვი იulis, ანუ მიგრაცია შეჩერდება, თბილისში აღარ გაიქცევა ჩვენი მოსახლეობა და ყოველი 25 ბავშვის დამატება გაზდის პერსონალს, იმიტომ რომ შეუძლებელია 50 და 60 ბავშვი მიაქციოს სათანადო ყურადღება. შემდეგ თუ ბევრი ბავშვთა რაოდენობებია, ექთნის რაოდენობაც ემატება. შეიძლება დიდ ბაღებში 2 მუსიკის მასწავლებელი ყავს, როდესაც საქმე კეთდება, გასაკეთებელი საქმეც იზრდება. გასაგებია, ახლა ერთი მთავარი პრობლემა რაც რჩება, გასაგებია ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც მუნიციპალიტეტს ვალია, არის დასაქმების პრობლემა, ხო? ეს არ არის მარტო დედოფლისწყაროში, ეს არის მთელ ქვეყანაში, მაგრამ ესეც გასაგებია, რომ თვითმმართველობის კომპეტენცია უშუალოდ რაღაც შექმნას დასაქმების ადგილები არ არის თავისთავად ცხადია. თუმცა ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ზოგადად თქვენი პოლიტიკური კოალიციის რომელსაც წარმოადგენთ იყო დასაქმების პრობლემის მოგვარება. აი მუნიციპალიტეტმა რა გააკეთა იმისთვის მთელი 2015 წლის მანძილზე, რომ თუნდაც მოეზიდა გარკვეული ტიპის ინვესტიცია. რა ვიცი, გაიხსნა ან ახალი საწარმო, დაინტერესებინა სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ გააქვთ სხვადასხვა რესურსები, ხო იქ მიწა, მოსაკრებელი, რაღაც ასეთ შეგიძლიათ გაუწიოთ შეღავათი კონკრეტულ ბიზნესს თუ ის ჩადებს ინვესტიციას დაასაქმებს ამდენ ადამიანს. აი ამ მიმართულებით თუ გაკეთდა რაიმე? კი ბატონო, მოგახსენებთ, ფაქტიურად ეს არის ერთი მთლიანი ციკლი, ჯაჭვი, როდესაც ერთი გაკეთებული საქმე პირდაპირ გავლენას ახდენს სხვა საქმეზე და სხვა გასაკეთებელ საქმეზე. ის რომ გამოიყო იაფი კრედიტები და დედოფლისწყაროში იაფი კრედიტით საკმაოდ ბევრი ფერმერი არის დაფინანსებული, რომელმაც უკვე შედეგი მოიტანა, შექმნილი არის სასაწყობო მეურნეობები და იქ დასაქმებულია ხალხი, გაზრდილი არის მარცვლეული კულტურის წარმოება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და იქ დასაქმებულია ხალხი. ის რომ მაგალითად კახეთში, შარშან და მათ შორის დედოფლისწყაროს 18 წელიწადში სახელმწიფოს ხრივ მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დაყენება. რომელმაც დედოფლისწყაროში იმუშავა 100%. სხვაგან ვერ იმუშავა ესე დედოფლისწყაროში იმუშავა და დამერწმუნეთ თუ სამჯერ დაისეთყვა ჩემი გამოცდილებით რაც დედოფლისწყაროში უყურებდი, ესე იგი 15ჯერ დაისეთყვებოდა მინიმუმ ის ადგილები, იმიტომ რომ მოხდა სერიოზული ზარალის თავიდან აცილება. ის რომ წელს იმის გამო რომ სასოფლო სამეურნეო ღვთის ბარათები დარიგდა და მოსახლეობა მიწა მოხნა, იმის გამო რომ მექანიზატორში ფასების დაკლება მოხდა და ახალი ტექნიკა შემოვიდა და ხარისხიანი მიწის დამუშავება ხდება. იმის გამო რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მოახდინა ის რომ არ მოხდა დაზიანება ჩვენი მოსავლის. იმის გამო რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GIZ-თან გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და გერმანელი ექსპერტები ჩვენთან საკმაოდ აქტიურად ჩამოდიან და ჩვენს ფერმერებს აძლევენ პრაქტიკულ რჩევებს იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს ინოვაციურად მიწის დამუშავება, როგორ უნდა მოხდეს სწორი სათესლე მასალის შეძენა და წელს დედოფლისწყაროში 2015 წელს არნახული მოსავალი ქონა, როდესაც ქერის მოსავლიანობამ 6 ტონა შეადგინა და მსგავსი რამ დედოფლისწყაროს არ ახსოვს და ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 3 ტონა ნახევარი 4 ტონა იყო. ეს ირიბაც დის როგორც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობას, ის იქნება პატარა გლეხი, რომელიც 65 ჰექტარს ამუშავებს, თუ მცირე ფერმერი, რომელიც 20-30 ჰექტარს ამუშავებს, თუ მსხვილი ფერმერი, რომელიც 200-300 ჰექტარს ამუშავებს და ამ მოსავალს დაბინავება უნდა და ამას მუშახელი სჭირდება და გვერდში დგომა უნდა. აი ესეთი ზრუნვით ხდება სწორედ ბიზნესის ახალისება, სწორედ დასაქმებულთა რაოდენობის და შარშან 2014 წელს დედოფლისწყაროში გაიხსნა ახალი საწარმო ხორცს პროდუქტების გადამამუშავებელი და სასაკლაო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, სადაც
თქვენი ხელშეწყობი. აი აგრაზე ვსაუბრობთ. მე გეტყვით, რატო თქვენი ხელშეწყობი. აი მოდი უცებ მოგახსენებთ. ეს ადამიანი არის ადგილობრივი ბიზნესმენი, რომელიც ოჯახი აქ ყავდა და რუსეთში საქმე არ უნდა და იქ ახორციელებდა თანხას და არ უნდა ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადება. როდესაც დაინახა ეკონომიკა განთავისუფლდა მარწუხებისაგან, როდესაც აღარ ეშინოდა იმას, რომ ვიღაცა ჯიბეში ხელს ჩაუყოფდა, ხომ? მოვიდა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა სწორედ დედოფლის წყაროში გახსნა ეს საწარმო. და სწორედ დედოფლის წყაროელები დაასაქმა და 20 კაცი დაასაქმა ადგილობრივ მხოლოდ ამ საწარმოში და იას მე მიმული აქვს ერთი მაღაზია თბილისში აქვს, მეორე მაღაზია დედოფლის წყაროშია, სადაც აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ხდება და თითო მაღაზიაში 2 და 3 ადამიანი დაასაქმებულია. იქ ბუღალტერია და ეს გასაგებია. გზები რო კეთდება, ბატონო ჩემო, გზები რო კეთდება, საწყავის სისტემა რო კეთდება. დასაქმებულია ხარ 340 გექტარზე. არა, თვითონ მშენებლობაზე ხო დასაქმებულია და 340 გექტარზე რომ 85 ტონა ყურძეს მოიტანს, ის კაცი გაიქცევა, მაგრამ გვერდზე სოფელში, სოფელ სამთაწყაროში, სადაც შარშანდა წელს მოხდა საწყავის სისტემების აღდგენა, სადაც ხალხმა ვენახები მორწყა, სადაც მელიორაციის დეპარტამენტმა გადასატანი საწყავი სისტემები დიზელზე მომუშავი ჩამოიტანა და ხალხს გადასცა და ხელი შეუწყო და 12-დან 15 ტონამდე მოსავალი აიღო. ისინი კი აღარ გარბიან. პირიქით ჩამოდიან. სხვათა შორის გურჯაანში ვარ და შარშანდელი რთველში, რომელიც სანიმუშო იყო და სხვათა შორის წლევანდელი რთველის დედოფლის წყაროში ძალიან ორგანიზებულად კარგად ჩატარდა და შარშან 4.400.000 შემოვიდა დედოფლის წყაროში რთველი და ჩვენთან შედარებით ნაკლებია ვენახები და წელს 3 მილიონზე მეტი შემოვიდა. გურჯაანელი მუშები მუშაობდნენ კრეფაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვერასწრებდა ის ხალხი თავისი ძალით 2 და 3 ეს გასაგებია, ეს საკითხი რაზეც ახლა ვისაუბრეთ. უბრალოდ ვიდე კითხვას დავაზუსტებდი, მაყურებელს შევახსენებ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დარეკოთ გადაცემაში პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომერზე 0352-23-30 და მობილურის ნომერიც ამ ნომერთან ერთად არის, მე რეჟისორს ვთხოვ ტიტრებში მიუთითოს, თუ არ არის მითითებული, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. მანამდე ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი, ეს გასაგებია, ის რა პროექტებიც ხორციელდება გზა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სამთავრობო პროგრამები რაც კეთდება გარკვეულწილად ზრდის დასაქმების ზოგიერთ ჯერა და ზოგი თქვა თავისი არსით შეიძლება მუდმივად მაგრამ საუბარი რაზეა რა მიდგომა აქვს მუნიციპალიტეტს აი თქვენ გამოგახსენეთ აი რაზე რასთან დაკავშირებით დასაქმებასთან დაკავშირებით როგორ ანუ მუნიციპალიტეტს პირველი მიწის რესურსები აქვს დიდი ხო გასაგებია კერძო საკუთრებაშია უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტს აქვს პირველი მოსაკლებებზე ზემოქმედება ხო აქვს სხვადასხვა ტიპის ბერკეტები თუ გაქვთ რაიმე ტიპის გეგმა ან თუ განგიხორციელეთ ან თუ აპირებთ რომ შექმნათ ისეთი ტიპის პროგრამა თუნდაც უცხოელ ინვესტორებთან საუბრისას, თუნდაც რაღაც ტიპის შეხვედრების ორგანიზების, ქალაქების დამეგობრების თვალსაზრისით, თქვენ მოახერხოთ, ანუ შესთავაზოთ ინვესტორს ისეთი ტიპის პირობა, ხო, რატო უნდა ჩადოს დედოფლის წყაროში, რატო არა გურჯაანში, რატო არა სხვაგან. უნდა კონდეს უკეთესი პირობა თქვენგან, უკეთესი შეთავაზება, რომ შესთავაზოთ ისეთი ტიპის პირობა, რომ ადამიანი ჩამოვიდეს და გახსნა საწარმო. მე რატო გისვათ კიდევ აკეთოს, თქვენ გიწერიათ მომავლის გეგმებში, აი ღვინის ქარხნის საწარმოს გახსნა. ხო, ეს ერთი კონკრეტული ამბავია, რასაც ამბობ. აი ამ მიმართულებით თუ ყოფილა მსგავსი, ან თუ აპირებთ და როგორ აპირებთ. როგორც მოგახსენეთ, GIZ-თან, გერმანულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობ და ის პრაქტიკული რჩევები და გამოცდილებები, რომელსაც დედოფლის წყაროში გაამართლა, ამან თვითდასაქმებულ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა. ის რომ ინფრასტრუქტურა წესრიგდება და სადღაც წყალი მიდის და სადღაც გზა მიდის, ეს ირიბად ხელს უწყობს იმას, რომ ბიზნესი განვითარდეს და დასაქმებულები განვითარდნენ. ჩვენ ორშაბათს ეხლა მომდევნო ორშაბათს გასამართ საკრებულოს ხდომაზე გაგაქვს საკითხი, სადაც ადგილობრივი მოსაკრებლებიდან მოხდება იმ სახელმწიფო თუ ადგილობრივი კომპანიების განთავისუფლება, მშენებლობის ნებართვაზეა საუბარი, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის საკეთილღეოდ, ეს იქნება წყლის, გაზის თუ გზის ინფრასტრუქტურის მოწყობას და ესაც ხელშეწყობა არის. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური პოლონეთის მხარესთან, პოლონეთის რაში გამოიხარ? პოლონეთის ჩრდილოეთ მხარესთან, როდესაც დაინტერესება იყო მათი მხრიდან, ესენი თანამშრომლებდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან წლების წინ და შემდეგ გაწყვეტილი იყო ის ურთიერთობა და ჩამოვიდნენ ეს ხალხი და გამოთქვეს სურვილი, რომ მოხდეს ამ ურთიერთობის განახლება და ჩვენს მიგვიწვიეს და ვიყავით პოლონეთის მხარეს და გაზაფხულზე ჩამოვლენ.
და ჩვენ პოლონეთში კარტუზის რაიონი, რომელიც უნიკალური ადგილია, რომელსაც ძალიან მაგარი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში და ტურიზმის მხრივ, იმიტომ რომ 700-ზე მეტი ტბა არის და აი კარტუზში ყოფნის დროს, როდესაც ჩვენ შევხვდით იქაურ სტაროსტას, ანუ გამგებელს, ამ შეხვედრაზე 5 ბიზნესმენი იმყოფებოდა, რომელსაც აქვს თავისი ტურისტული ობიექტები და დაინტერესება გამოთქვეს ძალიან დიდი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით და პირობას იძლევიან აუცილებლად გაზაფხულზე ჩამოვლენ დედოფლის წყაროში. ეს სიღნარის გამგებელმაც გითხრა დაახლოებით ამ მოცვლა. გაგრძელება ეხლა ერთ დღეში ხო არ მოხდება. გაზაფხულზე დაიდება მემორანდუმი, მეგობრობის მემორანდუმი ჩვენთან და კარტუზისთან ურთიერთობაში. ჩვენ საუბარი გქონდა იმაზეც, რომ პოლონელებს, რომელსაც დიდარი გამოცდილება აქვთ ევროკავშირთან ურთიერთობის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ჩამოვლენ მათ სპეციალისტები და დაგვეხმარებიან, ან შეიძლება ჩვენები გავაგზავნოთ და მოხდეს ერთობლივი გეგმის შემუშავება იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი ეკონომიურად, რა მიმართულებებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როგორ უნდა დაგვეხმარნენ. მოგახსენებთ, რომ პოლონეთი ძალიან დიდი ნაბიჯებით გაიზარდა ბოლო 10 წლებში, სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით და სხვა პროგრამები არსებობს ხოლმე. სხვათა შორის ჩვენს USAID-თან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობით მოახერხეთ ის, რომ დედოფლის წყაროში არსებობდა მცირე დასახლება, მართალია 10 ოჯახიანი, ეს არის შირაქის დასახელებას ეძახიან, სადაც დენი არ იყო და 2013 წლის ბოლოს 2014 წლის დასაწყისში ბატონი შიოლაშვილი იყო მაშინ და მან უზრუნველყო ის, რომ დენი მიიყვანეს, თქვა სანერგე მეურნეობა მოეწყო და იქაც ადგილობრივი დასაქმდნენ და ხელს გვიწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვათა შორის აქტიური განხილვა ჰქონდა ბატონ გუბერნატორთან იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური დაინტერესების შემთხვევაში, როდესაც იქნება ვინმე ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორი, პირობების საყენება, რომ თუ განახორციელებს პირობითად 1 მილიონის ინვესტიციას, მუნიციპალიტეტმა შეიძლება უზრუნველყოს თავისი ადგილობრივი მოსაკრებლებიდან შეღავათის მიცემა, გათავისუფლება. შეიძლება კონკრეტული გამოსვლება ყოფილა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა დროს თავისუფალი ეკონომიკური ზონები ზარზემით გახსნილი და შიგარავინ არ შესულა. ამიტომ ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება ყოველდღიური ურთიერთობა იმ პოტენციურ ინვესტორთან და მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს მუნიციპალურ დონეზე, მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე ცოტა ძნელი განსახორციელებელია. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის აქტივობის აქ დიდი როლი და ამაში მთავრობის გვერდში დგომაც არის საჭირო და მთავრობიდან ამ ხრივ მზაობა არის და ეხლა ჩვენ საუბრობთ დიდ მიწებზე, ხომ? ბიზნესი მოიხსენებათ 10 წელი ბიზნესი და მოვდივარ, გააჩნია რას ავიღებთ, აი სოფლის მეურნეობის კუთხით დედოფლის წყაროსადმი დაინტერესება იქნება მაგალითად, მაგრამ თურქ ინვესტორს თუ უნდა მცირე სამკერვალო ფაბრიკის გახსნა, მას ურჩევნია რომ ეს გააკეთოს აჭარის რეგიონში, რომელიც ძალიან ახლოს არის თავის ძირითად გასაღების ბაზართან, თურქეთთან, ან თუ დიდ მასშტაბებზე არის საუბარი და საერთაშორისო ბაზარზე აპირებს გასვლას, ურჩევნია რომ ახლო იყოს იგივე აეროპორტთან, იგივე სასამართლო მაგისტრალთან, აი ეს ახალი ღვინის ქარხანა, აი ეს რაც გიწერია მომავლის გეგმებში ეს ტიპის ინვესტიცია. მე მოგახსენებთ, თუ შეიძლება მომავლის გეგმებს მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით, მართალია ჩვენი მუნიციპალიტეტის ნაწილი გვიყურებს, მაგრამ სრულად გავაცნობ ჩვენს მუნიციპალიტეტებს და მათ შორის ახალი ღვინის ქარხანასაც შევეხებით. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ და ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ინფრასტრუქტურის გამოსწორების მხრივ და ელემენტარული პირობების შესაქმნელად, მაგრამ ამ ძალიან ბევრმა გაკეთებულმა საქმემ გამოაჩინა, რომ უფრო ბევრი საქმე ჯერ კიდევ წინ გველის და ხო გასაკეთებელი ჯერ კიდევ. სხვათა შორის Facebook-ი დღეს ყველას სარგებლობთ და მე წავიკითხეს, Facebook-ზე იყო დადებული 68 წლის თუ 67 წლის გაზეთი კომუნისტი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ნაციონალური მოძრაობის საავტორო უფლებები აქ ნამდვილად არ არის და მოგეხსენებათ, რომ ცხოვრება გრძელდება, წინ მიდის ყოველდღიური ცვლილებები, ეს არ არის მათემატიკური ამოცანა, რომ ერთხელ გადაჭრა და ამოხსნა და თქვა, რომ ეს გადაჭრილია, ყოველ დღეს მოაქვს ახალი კონკრეტული ჩვენი მომავლის გეგმა რატო მოხდა ეს და რატო 2016 წლის გეგმები და დაპირება და ინფორმირება ჩვენი მოსახლეობის. ეს არის ქედების გზის რეაბილიტაცია. ჩვენ 2013-ში
დავიწყეთ და სოფელ ქვემო ქედში ერთ-ერთი დიდი სოფელია და მნიშვნელოვანი სოფელია, სადაც ვაჟამ ჩამოასახლა მთის ხალხი და მათ უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს ისტორიაში და დედოფლისწყაროს ისტორიაში და ჩვენი ძალიან მაგარი ლამაზი მოქალაქეები არიან. 74 წელს რომ ასფალტი დააგეს, იმის მერე გრეიდერსაც არ ჩაუვლია და 2013-ში 7 კილომეტრიანი სოფელი არის სიგრძით, ისეთი ასფალტი დაეგო და ისეთი საგზაო ნიშნებით და ისეთი მანიშნებლებით, რომ იქ რო შევდივარ ხოლმე დასავლეთ ევროპაში მგონია თავიდან მგონია რომ დაგვიღო ევროატლანტიკურმა სივრცემ თავისი კარები. ხოდა იქიდან მოვყევი დედოფლისწყაროდან მინავალით 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთებული არის და დარჩენილი არის 25 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად გაკეთდება და შესაძლებლობა ექნება ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს 6 სოფელს აერთიანებს ეს ზონა, ეს არის ქედების ზონა, 10200-ზე მეტი მოსახლე ყავს, რომ თბილისიდან თუ დედოფლისწყაროდან შეუფერხებლად ახალი გზით ჩავიდნენ სოფელში. აღნიშნული 6 სოფელი ბატონო ლევან 10200 კაცი არის ბუნებრივი აირის გარეშე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ტყის რესურსი. საერთოდ ტყეკაფე ოფიციალურად გამოყოფილი არ არის დედოფლისწყაროს მოსახლეს თუ სჭირდება ტყის მოჭრა, მან უნდა აიღოს როგორც წესია ბილეთი და გამოყოფილ ადგილას ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში ჩამოვიდეს. წარმოიდგინეთ რამხელა ტერიტორიაა და ელემენტარულად რომ დავთვალეთ ჩვენ ათასობით კუბური მეტრი შეშა ნადგურდება, იმიტომ რომ იქ ადამიანმა იარსებოს საჭმელი მოემზადოს, ზამთარში გათხრეს და ასე შემდეგ და საშვილიშვილო პროექტი მომავალ წელს 99% გადაწყვეტილი ეს ამბავი რომ განხორციელდება, იმიტომ რომ წელს გამოიყო 200,000 ლარი და ბატონო სოკარის გაზი არის, მაგრამ ამას მთავრობა აფინანსებს. წელს გამოიყო 200,000 ლარი და აღნიშნული 6 სოფლის პროექტირება მოხდა თავიდან ბოლომდე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვამბობ რომ 99% გადაწყვეტილია რომ მომავალ წელს გაზიფიცირება დაიწყება. ქალაქი დედოფლისწყარო არის ბატონო ჩემო ერთადერთი ქალაქი მთელ კახეთში, სადაც წყალი არის 24 საათით. კი ბატონო, ზაფხულში შარშანდელმა გვალვებმა ეს არ იყო ჩვეულებრივი გვალვა, სინოპტიკოსების დასკვნით ბოლო 61 წელიწადში ყველაზე მაღალი ტემპერატურა და ყველაზე გრძელი პერიოდი იყო გვალვიანობის, მოახდინა ის რომ მოგეხსენება დედოფლისწყარო 850 მეტრია ზღვის დონიდან და ალაზნამდე და იორამდე საკმაოდ დიდი მანძილი აშუქებს და ჩვენთან წყლის რესურსი ძალიან ჭირს. ჩვენ ვართ დამოკიდებული გრუნტის წყლებზე, მოწყობილი გვაქვს სადრენაჟო სისტემა და იქიდან ხდება მომარაგება. შარშან და წელს ძალიან დიდ სიცხეებში უკვე წყლის პრობლემა შეიქმნა, იმიტომ შეიქმნა რომ გაიზარდა მოსახლეობის მოთხოვნა წყალზე, კომფორტი გაიზარდა ადამიანმა რომ შეიყვანა წყალი, საბაზანა დაამონტაჟა, საერცხლის მანქანა დაამონტაჟა და ეს კარგია რომ უნდა მოხდეს. აი ხარ ასაპირეთ. რას ვაკლებთ და 820,000 ლარიანი პროექტი არის ჩვენ მოვიძიეთ შარშან უბრალოდ 2015 წელს თითქმის გასულია წელი და შარშანმა მხოლოდ საძიებო სამუშაოები ჩავატარეთ და დედოფლისწყაროში ელიზის ძირას არის ადგილი, სადაც გეოლოგებმა დადეს დასკვნა რომ არის საკმაოდ დიდი რაოდენობის წყლის დებეტი. პროექტი არსებობს 820,000 ლარი ჯდება. ეხლა ჩემთან არის ეს პროექტი შესათანხმებლად რომ გავცეთ მშენებლობის ნებართვა და წელსვე დაიწყება სამუშაოები, რომ მომავალ წლის გაზაფხულამდე დაიხარჯოს ეს თანხმობა. გაზის დებეტს. მოგახსენებთ, მოლოდინი გვაქვს, რომ მინიმუმ 10 ლიტრი წამში გაიზრდება დებეტი წყლის მოწოდება. ჩვენ როდესაც მოხმარება მოგახსენებთ, ზამთრის თვეებში არის 27 ლიტრი წამში, ზაფხულის თვეებში ადის ხოლმე 34 litrზე, ზამთრის თვეებში ჩვენ გვაქვს 30% იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ზამთრის თვეებში 33 ლიტრი წამში, ან 27 მოხმარება და 33 შემოდინება, მაგრამ ზაფხულში როდესაც 34 ხდება მოხმარება, მცირდება ხოლმე 21-დან 25-მდე გააჩნია როგორი სიცხეებია და ამიტომ 10 ლიტრის დებეტის გაზდა ეს ფაქტიურად აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ნიშნავს და ეს ჩვენთვის ძალიან ცენტრალური საირიგაციო სისტემის მოწყობა სოფელ სამთაწყაროში. სოფელი სამთაწყარო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დიდი სოფელია ჩვენთან, სადაც აჭარელი ემიგრანტები ცხოვრობენ და ჩვენ ძმები ცხოვრობენ ჰერეთიდან, ეგრეთ წოდებული საინგილოდან და ძალიან შრომელი და მაგარი ხალხია. აქ აღნიშნული ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა შარშანა წელსაც და სოფლის სავარგულების ნაწილი ირწყვება და მეორე ნაწილი არ ირწყვება, იმიტომ რომ ის სისტემა იქ მთავრდება და აღარ არსებობს. და შედეგი გვაქვს ის, რომ
მამა შვილი, რომელსაც ერთს ვენახი აქვს 2 კილომეტრით მარჯვნივ და მეორეს 2 კილომეტრით მარცხნივ, ერთი იღებს 15 ტონა ყურძენს 1 ჰექტარზე, მეორე იღებს 3 ტონა ყურძენს 1 ჰექტარზე, იმიტომ რომ საშინელი სიცხის გამო თუ ვერ არწყავს, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მომავალ წელს სოფელ ფიროსმანში დაიწყეს, მომავალ წელს საირიგაციო სისტემა მოეწყობა აქ, პროექტი ამისა უკვე არსებობს და გაზაფხულზე დაიწყება და მომავალ წელს ეს პრობლემაც გადაიწყება. რაც შეეხება ღვინის ქარხანას. რაც შეეხება ღვინის ქარხანას. აღნიშნული პროექტი არის ინოვაციური და გარკვეულწილად პილოტ პროგრამაც არის. აი რა რითი და მოგახსენებთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს რომ სოფელ სამთაწყაროში, სადაც ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის ვენახების და იმიტომ სხვა სოფლები ძალიან ახლოს არის მასთან და სხვა შორის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილის ვენახები ძალიან ახლოს არის აქ, გაიხსნას ღვინის ქარხანა და ეს ღვინის ქარხანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადასცეს მევენახეთა ასოციაციას იმ ხალხს, რომელსაც ყურძენი მოაქვს. და პირველ ეტაპზე გვერდში დგომით და მიგივე მენეჯმენტის სწავლით და წარმოების სწავლით და იმით ქართველი გლეხი და დედოფლის წყაროები რეალიზაციაა იმასთან რომ ის კი არა რომ ვიღაცა ღვინის ქარხნის მეპატრონე და სოფლიო ბაზარზე არსებულ ფასზე იყოს დამოკიდებული და მხოლოდ სამხრივად უყურებდეს პროცესს რომ აი მე მომიყვანე და ჩაიბარე და წელს იყო გამოთქმული პრეტენზიები ხო ჩვენ ვაბარებთ იაფად და ისინი ყიდიან ძალიან ძვირად ყიდიან მამას ისინი არიან მილიონები აგერ ბატონო ახალ ღვინის ქარხანას აგიშენებ გასწავლ როგორ უნდა ამუშაო გასწავლ როგორ უნდა მოიძიო ბაზარი აიღე შენი პროდუქცია პირველად მოყვანიდან აუცილებლად და რა დაახლოებით რა მოცულობის ყურძენს მიიღებს ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ბატონ ლევან დავითაშვილთან მქონდა საუბარი და წელს აუცილებლად დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩამოვა და ჩვენი მხრიდან ადგილს გამოუყოფთ და სად გაკეთდება და აი უფრო დეტალები რამდენი ტონა წარმატება რამდენი იქნება მე იქნება მაგრამ ეს ღვინის ქარხანა რომ იქნება და ეს რომ იქნება ინოვაცია რომ გლეხმა ისწავლოს დაინახოს თანამედროვე მარკეტინგი ნახოს რომ იქ თუ ბევრი მოგება შევა კი ბატონო შენ თვითონ გააკეთე ის ბევრი მოგება და შენს ოჯახს მოახმარე და პროცესში შეხედეთ რისკებიც აქვს თავის რისკებს ბევრი მაგრამ ფაქტურად პილოტ პროგრამა და შანსია იმისა რომ განვითარდეს იმიტომ რომ იუსტიციის სახლი გეწევათ ეს ალბათ იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტრო სოფელ არხილოს კალოში რომელიც ამ ქედების ზონის ასე ვთქვათ ცენტრში არის და 10200 ადამიანს 70-დან 50 კილომეტრია იმ ზონიდან აღარ მოუწევს დედოფლის წყაროში ამოსვლა და ადგილზე მიიღებს ყველა იმ სერვისს, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აი ამის გარდა რაც ჩამოთვალეთ, რა პრობლემები რჩება ისეთი მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ აი 2016 წლის ბიუჯეტში ვერ ასახავთ. და ეს გაწუხებთ, აი რა არის ესეთი თემები? ხო, ყველა თავისთავად ვერ მოხდებოდა. რა თქმა უნდა ვერ მოხდებოდა. ეხლა იმანო ჩვენ დავიწყეთ ძალიან ბევრი რამის კეთება და საილუსტრაციოდ გეტყვით დედოფლის წყაროში არის ხევსურების უბანი. ესე ვეძახით. სადაც შარშან დავაგეთ 4 ქუჩაზე ძალიან მნიშვნელოვან ქუჩაზე ასფალტი, სადაც არ ყოფილა არასდროს. კომუნისტების დროსაც კი სოფელ სამრეკლოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, რომელსაც დამპალოს ეძახიან და საკმაოდ ძელი უბანია, ასფალტი და გარე განათება გავაკეთებთ და ამას რო ვაკეთებთ, იმის გვერდზე უბანი რომ არის, ხო უკვე უჩდება სურვილი იმისა, რომ თვითონაც გააკეთოს და თვითონაც ისაქნას. ჩვენი აცემს რომ ამოიწურა ფაქტია. კი ბატონო. მოგახსენებთ ახლა არის რაღაცა ისინი, მაგალითად ჩვენ დედოფლის წყაროში თუ არ გვინდა რომ ინფრასტრუქტურაზე ვამბობ, რა პროცენტი დარჩება გასაკეთებელი? მე ვფიქრობ რომ 2016 და 2017 წლებში აი ჩემი გამგებლობის პერიოდში და ჩვენი გუნდის პერიოდში ამ ადგილობრივი თვითმმართველობისა საკრებულო იქნება თუ გამგეობა იქნება ფაქტიურად ქალაქში ერთად ასფალტის გარეშე გზა არ დაგვრჩება და ყველგან დაიგება. დედოფლის წყაროს წყალი გადაწყვეტილია მომარაგდება. წელს ბატონ ლევან სოფელ არბოშიკში 700.000 ლარი ახლა იხარჯება 20 დეკემბერს დამთავრდება სერიოზული პროექტი წყალმომარაგების. 85 წლის შემდეგ სოფელ არბოშიკში ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ ყოფილა და 700.000 ლარს ხარჯავთ და ეს გაკეთდება. სოფელ ქვემოქედში და ზემოქედში და სოფელი არხილო. წელსავრჩებით ფაქტიურად მაგას წყალი არ ყოფილა მანდ. არასდროს არ ყოფილა და 400.000 ხარჯავთ რომ წელს გავაკეთოთ.
და მოურჩებით. სოფელ გამარჯვებაში გაიზრდება, გაორმაგდება დებეტი და ზაფხულობით წყლის პრობლემა აღარ გვექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვერ შევეხებით, ხო? იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილება და მე ძალიან მიხარია, სხვანაირად ჩვენ ვერ განვითარდებით, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი გვინდა. აერთად მოთხოვნა არის ის, რომ ჩვენი ტრადიციები გქონდა და ჩვენ საფეხბურთო გუნდი შირაკი ყავდა, რომლის დიდი გულშემატკივარი მეც ვიყავი და იმათ თამაშებზე ვარჯიშობდი. მოსახლეობიდან ესაც არის, რომ მოდი გავაკეთოთ, მაგრამ ისეთი თემაა, რომ მე მიმაჩნია, რომ ჯერ მზად ჩვენ არა ვართ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით, როდესაც ერთის მხრივ სადღაც უწყლოდ გაქვს რომელიღაცა უბანი ან სოფელი დარჩენილი, მე მგონი პრიორიტეტული ის არის, ხო? სოციალურ სფეროშიც მაგალითად მე მიმაჩნია, რომ ჯანდაცვაში ხო ავიღოთ სახელმწიფომ გადადგა გიგანტური ნაბიჯები და დღეს ავადმყოფობა სიკვდილს აღარ მოასწავებს და საშიში არ არის ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული თანხები იხარჯება ამისთვის და ჩვენ შეძლების დაგვარად სერიოზულად ვცდილობთ, მაგრამ რა თქმა უნდა რომ იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ სოციალური კუთხით ჩვენ არ დავხარჯოთ ჯამში 700.000 და დავხარჯოთ სიტყვაზე 2.700.000 ამის საშუალება რო იყოს, რა თქმა უნდა ეს მოსახლეობისთვისაც კარგი იქნებოდა და ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ორი შეზღუდვა. თანხობრივი და დროითი შეზღუდვა და ადამიანური რესურსების შეზღუდვა. შეუძლებელია რომ თქვენ მოგეხსენებათ 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა საქართველოში გრევის პროცესი, რღვევის პროცესი, მოპარვის პროცესი, გაძარცვის პროცესი. აი 9 წლიან პერიოდში ნაციონალური მოძრაობის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტი იყო ბატონო ჩემო მივიწყებული ღვთისაგანაც და პრეზიდენტისგანაც ძალიან მცირე ოდენობა. ძალიან მცირე ოდენობა. შედარება სტატისტიკურად. შევადაროთ ბატონო ჩემო, ძალიან მცირე ოდენობა. 2012 წელს საარჩევნოდ გაკეთდა ძირითადი ნაწილი, ერთი ფანტანი გაგვიკეთეს, ცენტრში ასფალტი დაიგა და ერთ სოფლის გზა, რომელიც მეორე წელიწადს დაინგრა და ხელახლა გახდა გადასაგები. ამოიწურა ჩვენი საერთო, მე მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის, ტელემაკრობებს შევახსენებ. თქვენ უყურებით გადაცემას პირისპირ და ჩვენი სტუმარი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონო ნიკოლოზ ჟანგიაშვილი. მე დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას. კარგად ზამთრობით ბატონო ჩემო, დავემშვიდობებით ჩვენს მოწვეულებს.